დილამშვიდობისა, გებრუნდებით პირდაპირ ეთერში კახა გელაშვილთან ერთად სპორტული მიმოხილვით დილამშვიდობისა კახა. ჩვენ დღეს კახასთან ერთად გამოვიხმაურებით აუცილებლად სანაკრებო შემადგენლობას, იმიტომ რომ უკვე ცნობილი გახდა, გარკვეული სიახლეც გვაქვს. ფეხბურთზე ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში პრეტენდენტები გამოჩნდნენ, მათზე გავამახვილებთ ყურადღებას. მცირედით კალათბურთზეც და შემდეგ ჩვენს დასკვნით ნაწილში დიალოგისა უკვე დიდ რაგბს გამოეხმაურებით, იმიტომ რომ იგი გვებრუნდება ბათუმში საქართველო-ამერიკის შეხვედრის ფორმატში. დავიწყოთ ეროვნული ნაკრების თემატიკით. მართალია ხო, საფეხბურთო ნაკრები, ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მართალია ეს უკვე სიმბოლური მატჩები გამოდის, მაგრამ მაგრამ დასკვნითი ორი შეხვედრა, რომელიც რჩება 15-სა და 18 ნოემბერს საკვალიფიკაციო შესარჩევი ეტაპისა საქართველოს ნაკრებმა უკვე დაასახელა 25 ფეხბურთელი ბულგარეთთან და ესპანეთთან მატჩებისთვის და ვიცით რომ ყავს ორი ფეხბურთელი, რომლებიც პირველად ითამაშებენ 25 წლის ესპანეთში მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინა 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე. იური კი კადისში თამაშობს. მე სიმართლე გითხრა ცოტა მეცაცველოდი ახალ ფეხბურთელებს ან პერსპექტიულს, რომლებსაც შეუძლიათ რომ სხვა რგოლებში მეტი შესაძლებლობა, მეტი სიმყარე შემოგთავაზონ და გაძლიერება იმდენად არაფრის გადამწყვეტია ეს მატჩი ერთის მხრივ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მთავარი შემადგენლობა არ თამაშობდეს, იმიტომ რომ ეს ისევ უნდა გამოიყენონ შეკრული თამაშისთვის, შეთამაშებისთვის და თამაშია ოფიციალური თამაშია და ესპანეთზე თამაშები ბოლო ბულგარეთზე. გეთანხმები, ვიცით ყველა სამწუხაროდ აღნიშნე კიდევაც რომ ეს ბოლო შეხვედრას აღარ აქვს სატურნირო დატვირთვა ჩვენთვის, ანუ დაკარგულია უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე თუნდაც პლეი-ოფში, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში მეორე ადგილი იძლევა ამ შესაძლებლობას, იქ მოხვედრის შანსიც კი, მაგრამ უნებრივია ოფიციალური მატჩებია, თავის დატვირთვა აქვს ორივე შეხვედრას, თუნდაც ის რომ აგერ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ახსენე, ტაბატაძე და ნარიმანიძე და არიან კიდე ფეხბურთელები, რომლებსაც იძახებს ფანიოლი, თუმცა თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლეოდა, არ იქნებიან თქვათ წინა ოქტომბრის სანაკრებო ფანჯის დროს გამოძახებული ფეხბურთელები, იგივე ლაშადვალი არ არის, ირაკლი აზაროვი არ არის, რომელმაც გუშინ შახტარის შემადგენლობაში შეუსრულად 90 წუთი ითამაშა, ივა გელაშვილი არ არის, საბალობჟანიძე არ არის. ხო, ასე რომ გარკვეულწილად გადახალისებული შემად ბევრ ახალ ფეხბურთელს უბრალოდ ნაკრებში ახალ სახეს მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ესეც რა თქმა უნდა ამასაც თავისებური დატვირთვა აქვს, ანუ ამ ხრივ ამ შეხვედრებს და ალბათ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია FIFA-ს და UEFA-ს სანაკრებო რეიტინგი, ყოველი მატჩი იქნება ეს ოფიციალური თუ არაოფიციალური ამხანაგური ამ მატჩებში ნაჩვენების შედეგი თავის ასახვას პოვებს სანაკრებო რეიტინგზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეხლა ჩვენ რაგბზე ვიცაუბრებთ ბოლოს, როგორც ჩვენ დაანონსე და იქ რამხელა მნიშვნელობა აქვს მსოფლიო რეიტინგ სანაკრებოს, ამაზეც ვიტყვით. თბილისში ესპანეთიც როგორც ჩვენ ხელთ ართებული ინფორმაციით არ ჩამოყავს დელაფუენტეს უძლიერესი შემადგენლობა, ესპანეთი პირველ ადგილზე გასულია ისედაც რომ დარჩენილი ორივე შეხვედრა წააგოს, მათაც მათი მთავარი მსმენელი ძალიან ბევრ ასე ვთქვათ ახალ სახეს ნაკრებში მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას და ბოლო მატჩი ბულგარეთთან, რომელსაც ბოლო მატჩებია, სულ ვუგებთ, მანამდე სულ ვაგებდით, თან გვახსოვს ძალიან მტკივნეული მარცხი 2-6 და ასე რომ ბულგარეთი აუთსაიდერია და ჩვენთან ალბათ ბოლომდე დაიხარჯებიან რომ აუთსაიდერობას დაახციონ თავი და თუნდაც ხულები გავითანაბრდნენ. თუმცა ჯერ ყველაფერი წინ არის 10 ნოემბერს იწყებს თბილისში ჩვენი ნაკრები შეკრებას, დღეს კი პირველ საათზე 13 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ვილი სანიოლი და ალექსანდრე იაშვილი ჟურნალისტებს შეხვდებიან და წინა სამატჩო სიტუაციებზე ისაუბრებენ. ძალიან ბევრ საინტერესო შეკითხვას დაუსვევენ თავისთავად კოლეგები
სანიულს, რომელსაც ამ ბოლო სანაკრებო მატჩების შემდეგ შეიძლება ითქვას ცოტა არამყარი სიტუაცია აქვს უკვე ნაკრებში, ძალიან ბევრი ითხოვს მის გაშვებას. ჩვენც ვისაუბრეთ და შენც აღნიშნე რომ უბრიანი იქნებოდა მას და დაეტოვებინა თანამდებობა ევროპის წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აზრები სხვა იყოფა რა თქმა უნდა ორად და მოკლედ გაჩვენებს კიდევ ძალიან ბევრ ამას ეს ორი თამაში ამდენი თამაში რა თქმა უნდა ყველაფერს ანუ გაჩვენებს იმ კუთხით რომ მეტი შესაძლებლობა არის გუნჩი სიახლეების შეტანისა და ამ თვალსაზრისით ამ მატჩების გამოყენებისა, თუმცა აქვე ჩვენთვის მართლაც პრესტიჟისა და ღირსების მომენტია ესპანური ნაკრების სახში მასპინძლობა და შეიძლება აქაც რა თქმა უნდა მოგება არ არის მარტივი საქმე არანაირად სულ რომ მეორე შემადგენლობით ესპანეთი ჩამოვიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვეცადოთ. კარგი, სანამ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში პრეტენდენტებზე ვისაუბრებ და არა მხოლოდ მათზე, სუბუქად გამოვეხმაუროთ ევროპა ლიგის მატჩებს, იმიტომ რომ ჩვენებიც იყვნენ ევროპა ლიგის მეოთხე და კონფერენციის ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა გუშინ, მაგალითად ვიცით რომ ანზორ მექვაბიშვილმა 80 წუთი ითამაშა და 1-0 რაპიდი დაამარცხეს. თამაში მნიშვნელოვანი იყო ამ შემთხვევაში ამ გუნდისთვის და ძალიან სწრაფად და მოკლედ მაშინ შევახსენებ ევროპა ლიგის მატჩის შედეგებს მენელებს. ასტონ ვილამ მაკაბი ანგარიშით 2-0 დაამარცხა საკუთარ კედლებში, ამავე ანგარიშით ლიონსლია ბეტისმა ბოლონია ბრანი ფრე უხგოლიანი გამოდგა ბრაგა გენკის მატჩი, სადაც სულ 7 გოლი გავიდა, მაგრამ სტუმრებმა გაიმარჯვეს და მარცხი განიცადეს 3 ბურთით 4-ის წინააღმდეგ ბრაგას წარმომადგენლებმა. ლუდოგორეცმა სტუმრად მარცხი განიცადა ფერენცვაროშთან და პაოკი იანგბოიზი უშანსოდ დარჩნენ. პაოკის მეტოქეები და 4-0 დამარცხენ, პლზენი ფენერბახშე 0-0, რეინჯერსი რომა აქ უკვე რომა მიხეირა გასვლაზე და ფეიენორდმა მარცხი განიცადა გერმანულ კლუბთან შტუტგარტმა იგი 2-0 დაამარცხა. ესეთია ევროპა ლიგის მატჩის შედეგები. კარგი, ჩემპიონთა ლიგაზე გადავიდეთ, იმიტომ რომ სიმბოლური ნაკრები გამოჩნდა. მართალია ჩვენ ვისურვებდით იქ ხვიჩა გვენახა, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა ფეხბურთელებზე აქცენტი გაკეთებული. ოსიმჰენმა დაიბრუნა ჩემპიონთა ლიგაზე თავისი დიდების შუქურა დროებითი, არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ამ ადამიანისგან ჩვენ ბევრად მეცველოდით, არა მხოლოდ ჩვენ და ზოგადად სოფლიო, მაგრამ თურქეთში გადასვლის შემდეგ იგი ისე ვერ კაშკაშებდა ევროპულ ფეხბურთში, როგორც ამას ახერხებდა ნაპოლიში ხვიჩასთან ერთად. თუმცა ვიქტორ ოსიმჰენი და მიკელ მერინო, ეს უკვე არსენალის ფეხბურთელი, არიან იმ ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის იმ სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც ევროპული საფეხბურთო ასოციაციის მიერ არის შედგენილი. უპირობო მეკარედ დასახელდა მანუელ ნოიერი, რა თქმა უნდა, და მცველებს შორის არიან ლუკასენი, კოხი და ინტერის კარლოსი აუგუსტო. ნახევარმცველებიდან არიან ბრუგეს ფეხბურთელი ფორბსში, ბაიერს მაზა წარმოადგენს, მაკალისტერი, ლივერპულიდან და აუცილებლად უნდა ყოფილიყო ამ სიაში. ზაპაკოსტა ატალანტადან და ფილიპ ფოდენი, მანჩესტერ სიტიდან ფოდენი, რომელიც სიტისთვის ერთ-ერთი საკუთრებული მოთამაშეა, დიახ, რა თქმა უნდა და ძალიან კარგი ფეხბურთელია. აქვე ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე საუბრისას უნდა გამოვეხმაუროთ იმ ფაქტს, ვინც ადევნებდა თვალს და მით უმეტეს ამ მატჩს უყურებდა ბარსელონა ბრიუგეს, რომელიც ფრედ დასრულდა. იქ იყო ინციდენტი, ავტობუსი აეკიდა ცეცხლი, ბარსელონას ავტობუსს და ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა ის ადამიანი, ვინც სავარაუდოდ ფაერი შეაგდო ავტობუსში და ეს აღმოჩნდა ჯერჯერობით წინასწარი მონაცემებით ბარსელონას კომაგი. შეიძლება საერთოდ უბრალოდ არ თქონდა ასეთი განზრახვა, მაგრამ მსგავსი რამ მოხდა და
არის ვერსია, რომ შეიძლება შიგნით ავტობუსში მოხდა ეს და ამიტომაც მოხდა იქ აალება და გაჩნდა ცეცხლი 100 თუ ისე, მოკლედ თან ეს ვინც დაიჭირეს ბარსელონას კომაქტა კლუბის წევრია. ეთქობა რა ძალიან გაბრაზდა როვერ მოიგო ბარსელონა ულტრასი ან ვიღაც ეგეთი რომელიც აი რადიკალისტი იყო ან მსგავსი რომ ალბათ ნაკლებად ან ბარსას მოგებაზე ეტო და არ ვიცი მაგას ვერაფერს ვერ ვიტყვით და ამასობაში ჰოლანდი გახდა ერთადერთი ჩემპიონთა ლიგის ტოპ 100 ბომბარდირთა შორის რომელსაც ყველაზე მეტი თამაში აქვს ლიგაზე ეს ბიჭი უკვე თავისი ძალიან ბევრს შეატარებს. ამას ისეთი პერსპექტივა აქვს, რომ როგორიც სიმაღლით არის გამორჩეული და დამაგვირგვინებელი დარტყმებით, აი ესეთი გამორჩეული იქნება მას სტატისტიკას თავისი კარიერის ბოლოს და ნამდვილად იქნება თანამედროვე ფეხბურთის ლეგენდების სიაში აუცილებლად უკვე იმდენ ისეთ შედეგებს აღწევს, რომ მე მგონია, რომ მისი რესურსი ამოუწურავია. კიდევ ერთი თემატიკა ამასობაში FIFA-მ დაასახელა FIFA-ს ვერსიით პრეტენდენტები დასახელდნენ რომლებიც უნდა შეირჩნენ აქ საუბარია წლის მწვრთნელებზე და ამ პრეტენდენტთა შორის არიან მოკლედ FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო მწვრთნელების პრეტენდენტთა სიაში არიან მექსიკის მწვრთნელი ხავიერ აგირე არტეტა Arsenalis მწვრთნელი კი ბატონო ლუის ენრიკე უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ცალსახად ფლიკი ბარსელონას თავკაცი ენცო მარესკა ჩელსი რობერტო მარტინესი რომელიც პორტუგალიის ნაკრებს თავკაცობს და არნე სლოტი უკვე ლივერპულიდან რომლის იმედიც გვაქვს რომ ახალ ლივერპულს კარგს შეკრავს და ამ ლივერპულში თავარი საყრდენი და მთავარი კარისმცველი იქნება მამარდაშვილი. 2024-ში ეს წოდება კარლო ანჩელოტიმ მიიღო. მანამდე 23-ში კიდევ მე მგონი გვარდიოლა კი. ფეხბურთელების დაასახელეს. კი ბატონო, საუკეთესო ფეხბურთელი აი ამ კონკრეტულ დაჯილდოებაზე, წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე, საუკეთესო ტიტულისთვის უკვე გულშემატკივრებს ეძლებათ ამ 11-ეულიდან ასევე მსმენელებისთვის ხმის მიცემის საშუალება თვითონ FIFA-ს ვებგვერდზე ოფიციალურ ვებგვერდზე საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის როგორც უკვე აღნიშნეთ 11 ფეხბურთელია ასე ვთქვათ არჩეული 4 ფეხბურთელია პარი სენ-ჟერმენიდან სამწუხაროდ ხუჭა არ არის მაგრამ არიან აშრაფ ჰაკიმი დემბელე მენდეში და კიდევ ვინ არის ვიტინია კი ასევე ბევრი ფეხბურთელი ყავს, კერძოდ კი 3 ფეხბურთელი ყავს ბარსელონას, იამალი, რაფინია, პედრი, მოსალახი ლივერპულიდან არის, კილიან მბაპე რეალიდან და ასევე კოლ პალმერი ჩელსიდან. ჰარი კეინიც არის ამ 11-ში. ჰარი კეინი კი ბატონო ბარსელონიდან. რაც შეეხება მწვრთნელებზე შენი საუბრე, კოლ პალმერიც. ჯეჯირობით უცნობია თუ სად და როდის გაიმართება ეს დაჯილდოების ცერემონიალი თარიღიც არ არის ცნობილი. გარდა ამ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისა და მსმენელებისა, ასევე არჩეული იქნებიან საუკეთესოები ქალთა ფეხბურთში და ასევე მსმენელები ქალთა ფეხბურთიდან. ბოლო 2 სეზონის გამარჯვებული ქალთა შორის ესპანელი აიტანა ბონმატი გახდათ და ამჯერადაც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ის მიიჩნევა. გამოკვეთილ ფავორიტად მწვრთნელებს შორის ვაშტა გუნდებს შორის ლუის ენრიკეა რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გუნდი აქ ენცო მარესკას მოხვედრა ალბათ რა თქმა უნდა ჩელსის მიერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებამ და ბოლო პერიოდში ჩელსის საკმაოდ დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა დანარჩენ მსმენელებზე ეს იგივე მარტინესი იგივე არტეტა არსენალი კარგ ფეხბურთს თამაშობს რა თქმა უნდა თუმცა ტიტული მოგებული აქვს ლუის ენრიკეს და ასევე ენცო მარესკას და ვფიქრობ უპირატესობა დიახ მე მგონია რომ ლუის ენრიკეს აქვს ამ შემთხვევაში რადგან 11-ეული ვთქვით მწვრთნელები ვთქვით აუცილებლად უნდა ვთქვათ მეკარეებზეც ხო იმიტომ რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საუკეთესო მეკარის პრეტენდენტაციაც გამოაქვეყნა სადაც ჩვენ მიერ ნახსენები PSG-ს ახლა უკვე არ არის PSG-ში, მაგრამ
აც უკვე ყოფილი მეკარე. კი, აც უკვე ყოფილი მეკარე ჯან-ლუიჯი დონარუმა. აქვე არის ჩვენი მამარდაშვილის თავარი კონკურენტი ალისონ ბეკერი, რომელიც ლივერპულისა და ბრაზილიის ნაკრების მთავარი მეკარეა. ტიბო კურტუა, რომელმაც საოცრებები ჩაატარა აგერ ახლა გასულ კვირას, მაგრამ მაინც ვერას გახდნენ და ერთი გოლი გაუშვეს. აქვე არის, არგენტინის ნაკრების ცნობილი მეკარე, რომელიც ასტონ ვილას ღირსებას იცავს, პერიოდში. ემილიანო მარტინესი, საოცარი ტიპაჟია. ნოიერი, ბავარია, დევიდ რაია არსენალის მეკარე, ინტერის მთავარი ნომერ პირველი მეკარე იან ზომერი და ბარსელონადან შესნი. ბევრი მეკარე, რომელიც უნდა აერჩიათ. ძალიან მაგარი ტიპია. და მისი ვარჯიშის სტილი, მისი დავარია რომ საჭირო დროს კლუბს გამოადგა და ჩვენ ვთქვით რომ იქიდან იამალი და პედრი არიან თქვა საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ბარსელონადან და აქვე რადგან ბარსელონაზე ვისაუბრეთ, მოდი დინამიურად გადავიდეთ კალათბურთზე, სადაც მიმოხილვით უნდა ვთქვათ რომ საკალათბურთო ელ კლასიკოა დღეს. ბარსელონა ევროლიგაზე, საკალათბურთო ევროლიგაზე ევროლიგა იგივე თქვა ჩემპიონთა ლიგა როგორც ფეხბურთზე მთავარი საკლუბო ტურნირი კონტინენტის არის სწორედ ევროლიგა და აქ ესპანური ჩემპიონატის ესპანური ლიგა ენდესას ორი მთავარი გრანდი ხდება ერთმანეთს ბარსელონა რეალი ბარსელონა მასპინძელია და მცირე ფავორიტად არის მიჩნეული თუმცა ბარსას დღეს არ ეყოლება უკვე გადაჭით შეიძლება ითქვას ლიდერი და მთავარი იმედი თორნიკე შენგელია რომელმაც მურსიასთან ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი კოჭი იტკიდა ვთქვით ჩვენ ერთ-ერთ გამოშვებაში რომ თორნიკეს დაბრუნების მკურნალობის პერიოდი 2-დან 4 კვირამდე მერყეობს და არის საშიშროება ალბათ იმის რომ თორნიკე შეიძლება ვერ დაეხმაროს ნაკრებს ტრამვიდან გამომდინარე 27 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში თბილისში არენაზე ჩვენი მეტოქე უკრაინა იქნება და თორნიკეს გარეშე ასევე ამერიკელი ლეგიონერების გოგა ბიტაძის და სანდრო მამუკელაშვილის გარეშე ბუნებრივია რთული იქნება თამაში თუმცა რა თქმა უნდა თავალი დატვირთვა გადაევლის სავარაუდოდ იმ კალათბურთელებზე რომლებთაც შეიძლება ჩამოსვლა იგივე გიორგი შერმადინი იქნება იმედი გვაქვს რომ ჩამოვა კამარბოლდუინი თუმცა მისი ჩამოსვლაც ეჭქვეშაა რამე თუ მიუნხენის ბაიერნის ლეგიონერი ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მცველი ევროლიგაზე თამაშობს ბაიერნთან ერთად და შესაბამისად ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ რომ ფიბას კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასა და თქვათ ევროლიგას იგივე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას შორის არ არის ესეთი ურთიერთობა შეთანხმება რომ თქვათ სანაკრებო მატჩების დროს გამოუშვან კალათბურთელები ეროვნულ გუნდებში კომერციული ტურნირებია და მათ ისინი ეს ამ კომერციული ტურნირების მესეურები არ ადაგიდებენ აი ამ სანაკრებო მათთვის თავარია ამ კომერციულ ტურნირებზე რა შეხებათ ეს ძლიერი კალათბურთელები რაღაცას ამბობ კიდე რა შეხება რაც შეეხება ბარსელონა რეალის დღევანდელ შეხვედრას თორნიკეს გარეშე მოუწევს ბარსას თამაში და ესე იგი ბოლო 8 მატჩია ბოლო 8 შეხვედრაა ბარსას არ მოუღია რეალისტვის ყველა მატჩი ბოლო უკანასკნელი 8 შეხვედრა რეალის გამარჯვებით დასრულდა ევროლიგაზე ესპანეთის ჩემპიონატში სუპერთასზე რომ ეს სტატისტიკა შეაჩეროს ხო რა თქმა უნდა ბარსა რეალის დაპირისპირება ნებისმიერ ფრონტზე ფეხბურთია კალათბურთია თქვათ რა ვიცი ხელბურთია წყალბურთია ნებისმიერ სახეობაში სპორტისა რა თქმა უნდა არის პოლიტიკურ სარბიელზეც კი ბატონო კარგი კახა ამასობაში გვიახლოვდება ნოემბრის ტესტები და დიდი რაგბი ბრუნდება ბათუმში უმართლებთ ამ შემთხვევაში იქ მყოფ ადამიანებს და ვინც მოახერხებს კი წავა იმიტომ რომ ნოემბრის ტესტების პარალელში ჩვენი ბორჯღალოსნები კათკათა ქალაქში ამერიკელ არწივებს დაუხდებიან რას გვაძლევს ეს მატჩები და ჩვენი სანაკრებო განვითარებისა და გლობალიზაციისთვის
კი, უკვე თბილისში უბრალოდ ჩამოსულები არიან საქართველოში. საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ამერიკელებმა ედინბურგში შოტლანდიასთან ჩაატარეს ტესტი და გამანადგურებელი მარცხე იწვნიეს 0.85 და რა თქმა უნდა ფავორიტი ახლაც 0.85 გამახსენა გახსოვს ბევრი წლის წინ დინამო არენაზე იყო მატჩი უკაცრავად შეგაწყვეტინე საქართველოს ჰოლანდია და ტაბლოზე ეწერა 88-0 და ვფიქრობდით რომ ფეხბურთში 1-0 მაინც რო იყოს ჰოლანდიასთან იმ დროინდელი ჩვენი ნაკრებისთვის რამხელა ხო 88-0 მახსოვს მოკლედ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ხვალ გვიწევს ბათუმში თამაში 25 მორაგბე გამოიძახა რიჩარდ კოხრილმა ჩვენი ნაკრების ინგლისელმა დამრიგებელმა აქედან 17 ქართული ფრენჩაიზის შავი ლომის მორაგბეა სულ 18 ლეგიონერია გამოძახებული რაც შეეხება ამ ტესტ მატჩებს ხვალინდელის შემდეგ იქვე ბათუმში 15 ნოემბერს გველის თამაში კანადის ნაკრებთან და უკვე 22-ში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩვენი მეტოქე იაპონია იქნება უშუალო კონკურენტი სატურნირო სანაკრებო რეიტინგში ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვთქვით თუ რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ სახეობაში ფეხბურთზე ვისაუბრეთ რაგბში ამ ხრივ ცოტა უფრო განსხვავებული სიტუაცია იმ გამომდინარე იქიდან რომ სოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა რომელიც 3 დეკემბერს გახლავდა გეგმილი აი ამ სოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის წინ ნაკრებთა რეიტინგის მიხედვით მოხდება გუნდების განთესვა კალათებში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დადებითი შედეგები. რა თქმა უნდა. ანუ ჩვენი ნაკრები 24 მონაწილე სოფლიო ჩემპიონატი 4-6 გუნდიან კალათში გადანაწილდება, სწორედ ამისთვის საჭიროა რომ ბორჯღალოსნებმა სოფლიო რეიტინგის საუკეთესო 12-ში შეინარჩუნონ, ამ დროისთვის ჩვენი გუნდი მე-11 პოზიციაზეა. ანუ 12-ში თუ მოხვდით, მეორე კალათაში ადგილი გარანტირებული გვექნება, ეს კი თავის მხრივ პლეი-ოფში გასვლის კარგ შანსს იძლევა. ასე რომ აქვე აღნიშნოთ რომ უახლოეს სოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2027 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პერიოდში 1 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება ავსტრალიაში 24 ნაკრები ითამაშებს და არა 20 ნაკრები და პლეი-ოფში შანსი მეტია. ახალი ფორმატის თანახმად პლეი-ოფში გასვლა შეეცდება როგორც პირველ-მეორე ადგილოსნები და პირგადიან 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანი. ამიტომ აუცილებელია რომ 12-ში შევინარჩუნოთ ადგილი, უნდა მოუგოთ ამერიკასაც, კანადასაც და იაპონიასაც, სამივე შეხვედრა თუ მოვიგეთ უპრობლემოდ შევინარჩუნებთ ადგილს. და ჩვენ ამის რეალური შანსები გვაქვს. რა თქმა უნდა, სოფლიო ჩემპიონატზე ნებისმიერ შემთხვევაში ვითამაშებთ, მაგრამ აი იქიდან პირველად გვეძლევა შანსი რომ დავძლივოთ ჯგუფური ეტაპი, გავიდეთ პლეი-ოფში, ეს რა თქმა უნდა სოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფში გასვლა დიდი აღიარება იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. წარმატებები ხვალინდელ შეხვედრაში 4 საათზე დაიწყება, ისევე როგორც ხვალინდელი ყველა შეხვედრა, როგორც კანადასთან, ისე იაპონიასთან 16 საათზე. წარმატებები ვუსურვოთ, გაითვალისწინეთ, ვინც ამ უიკენდზე, ანუ ხვალისკენ მოხვდებით ბათუმისკენ, 4 საათი ისეთი დროა, რომ საღამო თუ დაგეგმილი გაქვთ, დღისით ამ აქტივობით შეავსებთ, ჩვენებს ხარდაჭერა ჭირდებათ. მადლობა კიდევ ერთხელ კახასთან ერთად სპორტული მიმოხილვა დავასრულეთ.